მოგესალმებით. დღეს ისევ ერთი წიგნის დროა. გთხოვთ ისევ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გამოვყვეთ Instagram-ზე, YouTube-ზე, TikTok-ზე, Facebook-ზე. მიდam მადლობა უთხრეთ ჩვენ სპონსორ საქართველოს უნივერსიტეტს და წარმოგიდგინოთ წიგნი ბერჰარდ შლინკის წამკითხველი. ეს წიგნი დაიწერა 1995 წელს, 30 წლის წინ. და თავიდან ალბათ ჩაიკარგებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი რეფლექსიაზე დაწერილ სხვა წიგნებში, რომ არა ოპრა უინფრი, რომელმაც თავის შოუში თქვა, რომ ძალიან კარგი წიგნია ჰოლოკოსტზე და აი ასეთი მასობრივი კულტურის შოუებში, როცა ხსენდება კარგი წიგნი, მას უკვე სულ სხვანაირი ფართო წამკითხველი ელოდება და სხვა ბედი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ბერჰარდ შლინკს აქვს ძალიან ბევრი სხვა კარგი რომანიც, წამკითხველი დღემდე რჩება ყველაზე ცნობილ მის რომანად. და ამის მიზეზი არა მარტო ის არის, რომ კარგი ტექსტი, არამედ ის, რომ ამ ტექსტს დღის სინათლე ეღირსა 45 სხვადასხვა ქვეყანაში და ითარგმნა უამრავ ენაზე. ჩვენ გვაქვს ეს წიგნი ქართულადაც და დღეს გვინდა სწორედ ამ წიგნზე ვილაპარაკოთ. ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი თავად ბერჰარდ შლინკზე. ეს არის 1944 წელს ფაქტიურად უკვე წაგებასთან ახლომყოფი ომის პირობებში დაბადებული გერმანელი კაცი, რომელმაც თავდაპირველი პროფესიით იურისტობით ასევე გაითქვა სახელი, გერჰარდ შროდერის ადვოკატი იყო 2005 წელს, მაგრამ მისი მთავარი საქმე, როგორც თავად ინტერვიუებში ამბობს, მთავარი მოწოდება, სიხარული და ბედნიერება არის წერა. და როცა მას ეკითხებიან ხოლმე, რომ ხომარ წუხს ან ხომარ წყინს, რომ სხვა რომანებს არ აქვთ ისეთი წარმატება, როგორც ჩვენ დღევანდელ წიგნს, ამბობს, რომ მისთვის მთავარი არის პროცესი, წერა. და არა მერე წარმატება. ასეა თუ არა ლაშა, როგორ ფიქრობ შენთვისაც? მთავარი წერაა თუ მთავარი წარმატება მაინც წერლისთვის? წერა, ალბათ უმთავრესია პროცესი, ცხადია. და ბერჰარდ შლინკი თავად არის აი ამ პროცესის შემქმნელი, არა მხოლოდ ასე ვთქვათ, თავის რეალიზების მიზნით, არამედ ზოგადად პროცესს ქმნის სამართლებრივს. ანუ ბერჰარდ შლინკის ტექსტში ხვდებიან იურისტი და მწერალი ერთმანეთს. და პრინციპში ეს შეიძლება ჩავთვალოთ ერთგვარ არა ავტობიოგრაფიულ, არამედ დოკუმენტურ რომანადაც, იმიტომ რომ შესაძლოა გადამხდარი გყიდეთ ასეთი ამბავი უშუალოდ ავტორის თავს. ან არც ვიკვლიოთ გადახდა. ან არც ვიკვლიოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი ამბავი გადახდა თავს გერმანიას. კი. და არის ძალიან საინტერესო ამბავი, ამბავსაც მოუყვებით. აქვე რაკეშენ ამ წიგნის წარმატებაზე ისაუბრე და ბესტსელერია ნამდვილად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი აღმოჩნდა 90-იანების ბოლოს და ახლაც კი და ხელი შეუწყო სხვა შორის ფილმაც. ეკრანიზაციამ, რომელიც ვარსდები ერთ-ერთი ოსკარით აღინიშნა მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებისათვის. კეით უინსლეტი თამაშობს აი ამ ცნობილ ზედამხედველ ქალს, რომელიც ოსვენციმში მუშაობდა ზედამხედველად და მასზე მოუყვებით ჩვენ. თუმცა აქვე ვიტყვი, სანამ უშუალოდ წიგნზე გადავსულვართ, რომ მე და შენ მასზე ხშირად გვისაუბრია, ძალიან იშვიათად მახსენდება კინოეკრანიზაცია კარგი რომანის, რომელიც რაიმენაირად ახლოს ყოფილიყო ტექსტთან, თუ ეს არ არის ვისკონტის სიკვდილი ვენეციაში, ან არ ვიცი კიდე თუ ეს არ არის კუბრიკის მექანიკური პორტოხალი, რომელიც შესაძლოა ტექსტაც კი ჯობდეს. და თუ ეს არ არის, თქვათ კენკიზის ვიღაცა გულის ბუდეს, ხო, აი ესე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. არის სასაკვირველი. არის, ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში და სხვა შორის აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თქვათ, რატომ ვამბობ ამას, იმიტომ რომ შესაძლოა ბევრს კონდეს ეს ფილმი ნანახი, მაგრამ არ ჩათვალონ რომ თუ გინტერესი ეკნებათ ჩვენს მაყურებლებს რომ ეს ამბავი ჩემთვის ცნობილია და რაღა უნდა წავიკითხო. არა. წიგნში სხვა ძალიან საინტერესო დეტალებია მწერლის მიერ. რომელიც ფილმში არ არის. არ არის და ჯერთი მე ესე ვიტყოდი რომ აი ეს თხრობის ლინიალურობა, დრამატურგია, რომელიც აქვს ბერჰარდ შლინკს წიგნში, სრულად დარღვეულია სამწუხაროდ
კინოვერსიაში, რომელიც ქმნის ჩემთვის პირადად ზოგადად გაუგებარ შთაბეჭდილებას, მაგრამ ეს ახასიათებს დევიდ ჰეარს, რომელიც არის ამ ფილმის სცენარის ავტორი. ასევე ცნობილი დრამატურგი და რომელიც ვინც იცნობს მეტნაკლებად დრამატურგიას და დევიდ ჰეარის დრამატურგია, კინოსცენარისტია, ძალიან ცნობილი, მაგალითად გვირგვინია ცნობილი სერიალის ავტორი არის, სცენარის ავტორი, რომელიც ელისაბედ მეორის ცხოვრებას მოგვითხრობს და სხვადასხვა. მას ახასიათებს დეკონსტრუირება იმგვარად სიუჟეტის, რომ შეფერს ვერ გაიგო. ყოველ შემთხვევაში, მე ჯერ ფილმი მენახა და საერთოდ წიგნი არ წამეკითხა, თავდაბოლოს ვერ გავიგებდი აქა. და გამოყენებულია კინემატოგრაფიაში ფართოდ გავრცელებული მეთოდი, რომ ფლეშბექი იყოს. ანუ გახსენება მთავარი გმირის გადადის ბავშვობაში და არიწყება. რომელიც აკვიატებად ექცათ მე მგონი ჰოლივუდის სცენარისტებს და ბრიტანელ სცენარისტებსაც. აი ეს მუდმივი გადასვლა წარსულში და სცენარში ამბავი ნუ მოკლედ. და რაც თავარია, აქ სცენარისტების კრიტიკა სხვა გადაცემა მიუძღვა. ხო. მაგრამ აქ ზუსტად ის პრინციპი ირღვევა, რომ ერთია, როდესაც ბავშვის თვალით დანახული ბავშვობა და მეორეა, როცა დიდი კაცი იხსენებს თქვა თავის ბავშვობას. წიგნშიც თხრობა პირველ პირშია. მოდი ამბავი მოვუყო. ხო, სამ ნაწილად იყოფა რომანი და პირველი პერიოდი მთლიანად ეძღვნება ახალგაზრდა ბიჭის, მიხაელის თავიდან 15 წლის, ნუ ჭაბუკი ასე დავარქვათ, ხო? ჭაბუკი. გარდატეხის ასაკში მყოფი ჭაბუკი, რომელსაც 15 წლის ასაკში შეხვდება ჰეპატიტი და ძალიან უცნაურ ვითარებაში გაიცნობს თავის შემდგომ დიდ 36 წლის სატრფოს ჰანას. ეს ქალი მიეხმარება გულისრევისას, სახლში მოუვლის და ამის შემდეგ გულში ჩარჩება და პრინციპში მშობლების დაძალებით მივა ამ ქალისთვის მადლობის სათქმას და აქედან იწყება რომანი მათ შორის. ესეთი რომ მოვიზიდოთ ახალგაზრდებით, ვუთხრათ, რომ საკმაოდ ღია ეროტიული სცენებია. სავსეა ამ მოზარდისა და 36 წლის ქალის სექსი და პორნოგრაფიაც კი უწოდეს კრიტიკოსებმა თამაში. პორნოგრაფია შეიძლება ითქვას. კულტურული პორნოგრაფიაა ასე ტერმინიც კი. და ალბათ წელს რო დაწერილიყო ან შარშან კიდე სხვა მუხლითაც უბრალოდ წელს რო დაეჭირათ ჰანა კიდე სხვა მუხლითაც გაასამართლებდნენ ეს არის 15 წლის მოზარდთან სექსუალური ურთიერთობა თუმცა აქ ეს არ არის თემა და ჩვენც 1958 წელს 58 წელს 15 წლის ბიჭები არ ისჯებოდნენ ამასაკის ქალებთან ურთიერთობის გამო და აი ზუსტად ფილმში გამოტოვებული სცენა ახსენე და ძალიან კარგად არის რა არის დეტალები აი როგორ ვგებულობ პირველად და ამ შემთხვევაში შეიძლება უპირატესობაც იყოს თუ ფილმი ნანახი აქვს ადამიანს როგორ არ ამბობს ავტორი მაგრამ ჩანს რომ ჰანა არ იცის კითხვა ის დატოვებულ წერილს როდესაც მიხაელი წერილს უტოვებს და გადის შემდეგ სახლში რომ სასტუმროში, როდესაც ბრუნდება, გაბრაზებული ჰანა ხვდება და მიხაელი როცა ეუბნება, რომ წერილი ხო დაგიტოვეო, არაფერი წერილი არ მინახავს, უბრალოდ ჰანამ ნახა ის წერილი და ვერ წაიკითხა და კითხვისას ვერ ხვდებით რა მოხდა, მაგრამ შემდეგ ცხადია, თავარი იდე ცხადია, რომ მან არ იცოდა კითხვა და სწორედ ამიტომ ვერ წაიკითხა ეს წერილი. ანუ ჩვენ გვაქვს ფაქტიურად წერა-კითხვის უცოდინარი ქალბავშვისა და ბავშვის, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს წაკითხული და ამის გამო ის რა თქმა უნდა სულიერად და მენტალურად გაზრდილია, იმიტომ რომ თავად შლინკიც ამბობს, რომ ადამიანის სულიერების ჩამოყალიბებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს გაზრდას, სულიერ ზრდას უწყობს კითხვა ხელს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ორი ადამიანი ამ მხრივ პირიქით განსხვავდება ასაკში. ის უკვე ოდისეას წაკითხვა და გადმოცემა შეუძლია გერმანულად წაკითხული მქონდა უკვე 15 წლის ასაკში და ეს ნიშნავს რომ ორიგინალში წაკითხვასაც აპირებს ხო და ხო და მათი კომუნიკაციის ფორმაც არის ეროტიკა საოცარი სექსუალობა და ერთმანეთისადმი ვნება და მეორე მხრივ სულიად შემთხვევითია ეს ეპიზოდი, როდესაც აღმოაჩენს მიხაელი. უწაუკითხავს რაღაცას ჰანას და ჰანა საოცარი ინტერესით უსმენს და შემდეგ ეს მათი ტრადიცია. ჯერ მცირე დრო აქვს, იმიტომ რომ სკოლას აცდენს მიხაელი და ადრე ბრუნდება, სადილამდე სახლში უნდა მიასწროს მისვლა და 2 საათი აქვს მხოლოდ ჰანასთან პაემნისათვის, მაგრამ შემდეგ ეს რეგლამენტი უფრო იზრდება და შესაძლებლობა აქვს რომ ციგნები უკითხოს მიხაელმა ჰანას. ჰანა ინუსხება, ეს მონუსხვარი, ალბათ ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი და ძალიან დრამატულ კონოტაციას შეიძენს ციგნის მეორე ნაწილში და შემზარავს
მიხაილისათვის უპირველეს ყოვლისა თუ რატომ უყვარს ასე ჰანას მოსმენა წაკითხulis დარდაგვაბიზდეს რომ ამ წიგნის სათაური არის წამკითხველი ანუ ის ვინც სხვას მეორეს უკითხავს ტექსტს ხო ბავშვივით ხო აი აქ ხდება ბავშვი აქ ის უხერხულობა თითქოს იკარგება დიდ ქალსა და პატარა ბიჭს შორის რომ უნდა იყოს იმიტომ რომ მიხაილია პატარა თუ ჰანა არის პატარა ცოდნას იძლევა პატარა ბიჭი მისთვის და ამბები აინტერესებს იმიტომ რომ კანტი და ჰეგელიდან ნაწყვეტებს რომ უკითხავს მამამისის ნაშრომებიდან იქ დიდად არ ინტერესდება ხო ეგ რაღაც მონაკვეთია ასეთიც მაგრამ აი იკითხავს გერმანულ კლასიკას ხო დაწყებული გოეთედან რილკე ყველაფერი აინტერესებს რაც ეხება ამბავს და ესეთი შეიძლება ითქვას კითხვა რო ცოდნოდა ალბათ ძალიან კარგი მკითხველი იქნებოდა მაგრამ მე ძალიან რატო არის კიდევ ტექსტი ყოველთვის ფილმთან რაც არ უნდა კარგი ფილმი გადაიღოს რეჟისორმა რომელიმე ეკრანიზაცია რაც არ უნდა კარგი იყოს ტექსტში არის მაინც აი ეს ტექსტუალური მომხიბლაობა რაც ვერ ექნება რაც ეკრანზე შეიძლება პათეტიკურად გამოჩნდეს ხო აი რაღაც თვითფრინავის ვარდნას ადარებს ამ ურთიერთობის დასასრულს მიხაელი რადგან თვითფრინავი როდესაც უკვე განიცდის ავიაკატასტროფას ინერციით ცოტა ხანი კიდე მიფრინავს და ეს ინერციით გაგრძელებული ურთიერთობა უკვე პირველი თავის დასასრულისგან ხვდებით რომ თავდება თვითონ აღწერს ასე რომ რა თქმა უნდა ასეთი ურთიერთობა განწირულია დასასრულისთვის და პირველი ნაწილი მთავრდება იმით რომ ეს ადამიანები ერთად აღარ არიან და ქრება ჰანა აღარ არის მიდის სახლში მასთან მიხაელი და ჰანა არ ხვდება შემდეგ იწყებს გამოკვლევას იმიტომ რომ ის ტრამვაის გამცილებელია ჰანა მისი პროფესია არის ასეთი ანუ იცის ზუსტად ის ტრამვაი ის მარშრუტი მიხაელმა იქაც დეპოში იკითხავს თუ სად გაქრა ეს ადამიანი და გაქრა აღარ არის და მიხაელი რასაკვირველია როგორც ყველა მაგრამ გაქრა იმიტომ რომ ამის წინაპირობებიც იყო ხო ამას გავიგებთ ცხადია ამის აი სწორედაც წინაპირობებია ძამნიშნულობანი და მიხაელის პირველი ნაწილის მიხაელის პერსპექტივა შეყვარებული ახალგაზრდა მამაკაცის რომელიც მუდმივად ფიქრობს რომ რაღაცა დააშალა იმ ქალთან ვინც უყვარს იმიტომ რომ ჰანა ზოგჯერ ისე ბრაზდება და თუ კამბრითაც კი ცემს კამბრითაც ფილმში ესეც გამოტოვებულია არადარგული მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მახასიათებელია კამარს ისე შემოარტყამს გაავებული გაცეცხლებული ჰანა რომელიც არის ძალიან თბილი ძალიან მოსიყვარული ძალიან ალერსიანი სექსუალური და უეცა ტრანსფორმირდება და სისხლით წასკდება ცხვირიდან ხო მიხაილს სახლში არ არის ამას ნაჩვენები და ის ეპიზოდიც ოდესაც სიურპრიზი გაკეთება უნდა ტრამვაიში რომ წამოეწევა ხო და იქ ძალიან ცუდად შეხვდება უბრალოდ არ შეიმჩნევს ანა შემდეგ ტრამვაის მძღოლს ესაუბრება და მიხაილს მოიჩვენება რომ იცინა კიდეც და მერე როდესაც ისინი ხვდებიან ერთმანეთს ანა ეუბნება რომ პირიქით შენ არ მომესალმე და შენ გეში წვენია ჩემთან ურთიერთობის საჯაროდ და ფართოდ სამარცხვინობა და ყველას თავისი შიშებით ექმნება iluzia რეალობაზე ისევე როგორც პლაჟზე ეჩვენება მიხაილს რომ ხანა გამოჩნდა დაინახავს არ იმჩნევს და ხატება ჩარჩენილი რომელიც მოზარდის ცხოვრებაში აყალიბებს რაღაც შემდგომ სექსუალურ პრეფერენციებს როდესაც ის როგორ იცვამს ჩულკს და მერეს უთხოვს ყველა ქალს რომ ზუსტად ასე მაგრამ აღარ გამოდის ასე მაგრამ ყველა სუროგატია შემდეგ უკვე ჰანასი მთელი წლების განმავლობაში ეს პირველი ეპიზოდიც როგორ იცვამს ჰანა ჩულკს ეს კი არის ფილმში ეკრანიზაციაში ნუ ამის გამოტოვება ძალიან დიდი ის იმიტომ რომ ეს ხატია სექსუალობის ასე ვთქვათ ექსპანსიური ხატია რომელსაც რომელიც ნუსხავს მიხაილს მაგრამ საინტერესო რა არის აი ამ კონფლიქტებში პირველი ნაწილი რო შევაჯამოთ ვიდრე ჰანა გაქრებოდეს მიხაელი თავს და ავტორი თხრობელი არც მალავს რომ ამ კონფლიქტების დროს ჰანასთან რომელიც ახასიათებს ვნებიან სიყვარულს და ვესტევაცხადია დიდი სიყვარული დიდი კონფლიქტები ყოველთვის მიხაელი იხდიდა პირველი ბოდის. ნუ ყოველთვის მიხაელი მიიჩნევდა საკუთარ თავს დამნაშავედ
და მთელი წიგნის მანძილზე ეს სპოილერი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დანაშაულის გრძნობა მას ბოლომდე მიყვება, ტექსტს გაყვება რეფრენად, აი ეს მიხაელის დანაშაული და პარადოქსი დანაშაულის გრძნობა რომ აქვს, ამის გამოც აქვს მიხაელის დანაშაულის გრძნობა. რატომ უნდა ჰქონდეს ანას მიმართ დანაშაულის გრძნობა? არა და აქვს. და რატომ აქვს დანაშაულის გრძნობა ამის გამო მიხაელს ჰანას მიმართ? ახლა ეს გადავიდეთ ხო მეორე ნაწილზე და სანამ მეორე ნაწილზე გადავალთ, კიდევ უნდა ვთქვათ ერთი ფსიქოლოგიური მინიშნებაც არის, რაც მე რეტროსპექტიულად ხდება ცხადია ეს გართულება სისუფთავეზე, სულ რეცხვა, სულ ეს საპნის სუნი, რომელსაც მე ასევე შლინკი გადასარევად აღწერს ამ ქალის სხვადასხვა ნაწილების სუნს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანთან ურთიერთობის მეხსიერებაში, როგორ იმახსოვრებ ადამიანს და პირველ რიგში სწორედ ასე და აი აქაც ხვდება რომ ჰანას ეს მუდმივი ზრუნვა რაღაც ყველაფრის გარეცხვა, გამოხარშვა ამ ბიჭის დაბანა, სულ ესეც რაღაც მისი დანაშაულის გზნობას უკავშირდება, რომელიც ასევე სადაოა, ოღონდ როდის, რატო და რის გამო აქვს, ხო? ჰანას ზაფრის სუნიც რომ უდის ჰანას. უეცრად რომ იგრძნობს ხოლმე ხანდახან. აი ზუსტად და აი ეს არის ეს ზაფრის სუნი ზუსტად მეტაფორა ჩემი აზრით იმის, რომ რაღაცებს ვერ ჩამოირეცხავ, რაც არ უნდა მისდიო ჰიგიენას. ალბათ ეს არის დანაშაულის სუნი, ხო? და მეორე ნაწილი არის მოულოდნელად სასამართლო პროცესი, რომელსაც სტუდენტები გადის, სასამართლო პროცესი, რომელსაც მიხაელის შემთხვევით სტუდენტის რანგში ესწრება და აღმოჩნდება, რომ მისი პირველი ნამდვილი სიყვარული, პირველი ტრფობისა და სურვილის ობიექტი იყო ჯალათი. და მას ბრალდება საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველი ქალი, რომელსაც თან საშინელი დანაშაული იქ ორი გადარჩენილის ჩვენების საფუძველზე ვლინდება საშინელი დანაშაული მან ებრაელი დედაშვილის ჩვენების საფუძველზე რომ მან არ გაუღო კარი ჩაკეტილ ქალებს ეკლესიაში ჩაკეტილ ქალებს და ცოცხლად ამობუგვის თვის გაიმეტა. ეს ორი შემთხვევით გადარჩა, სხვათა შორის აქაც აღწერილი, ისინი რატო გადარჩნენ, რომ დაიბნენ, ვერაფერს ვეღარ აკეთებდა, დილით რო გამოვიდა, როგორც სასწაულს ისე უყურებდა ხალხი. მაგრამ ამ პროცესში კიდევ ირკვევა, რომ დაკითხვისას, ხო, რომ აღარ გრძნობს მიხაელი მის მიმართ აღარაფერს, რასაც ელოდებოდა, რომ იგრძნობდა. სრული გაუცხოვება, მისი ფსიქოლოგიური რეაქცია ამაზე, რომ უნდა ჩაკეტოს მისმა ორგანიზმა და ფსიქიკა მის ამბავი, რომ ჯალათი შეყვარებული იყო, ალბათ ასე ვლინდება, რომ პრინციპში არ გრძნობს განსაკუთრებულ რაღაც მონატრებას, ანბნებას, არაფერს არ გრძნობს ამ ქალის მიმართ. გახევებულია. არა და წლები იცხოვრა წარმოგონებით და ნოსტალგიით და მოგონებით და დანაშაულის გრძნობით ჰანაზე. და იქიგებს ზუსტად რომ კითხვა არ იცის ჰანამ ხო? იქ გაარკვევს. ოღონდ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დეტალია, მოსამართლემაც არ იცის. ჰანა მალავს რომ კითხვა არ იცის. მას რცხვენია, უციგნურია წერა-კითხვის უწოდება. და აქაც პარადოქსი ადამიანური ბუნების, რომ იმის უფრო ცხენია, რომ კითხვა არ იცის, ვიდრე იმის, რასაც აკეთებდა. ეს უფრო მისთვის დიდი სირცხვილია, რომ კითხვა არ იცის. იმიტომ რომ დაკითხვაზე აქეთ შეტევით პასუხი, თქვენ როგორ მოიქცეოდით ჩემს ადგილას? ანუ მისი მორალი ეს როგორი მნიშვნელოვანი დეტალია. უციგნურობას უფრო მალავს და უციგნურობის უფრო ცხენია, ვიდრე იმის, რომ იყო აღსრულებელი აი ამ საშინელი დავალებების და ფაქტიურად თან რა ის არის საინტერესო რომ პროტოტიპი ყავდა მას სინამდვილეში ქალი, რომელიც ამერიკიდან ჩამოაბრძანეს, ასე ვთქვათ და სამუდამო მიუსაჯეს ზუსტად ასე და ამ ქალს სხვათა შორის თურმე ამ საკონცენტრაციო ბანაკში ეძახდნენ ცხენს და გახსოვს რომელ ცხოველს გავარო რო ეკითხა რატო ფიქრობენ მკვლევარები რომ ეს შეიძლება იყოს ის ქალი რო ცხენს რო ეძახდნენ აქ ეკითხება რომელ ცხოველს გაგონებო პირველ ნაწილში მიხაელს ეკითხება გახსოვს და ის პასუხობს ცხენსო და რატომღაც სახე ეცვლება და აქ ვიგებთ უკვე რომ რატო არ მოწონს ეს ცხენის დაძახება ზედმეტსახელია მისი ხო აქ რამდენიმე კომპონენტია ძალიან მნიშვნელოვანი ერთი სიბრტყე პერსონალური სიბრტყე მიხაელი ჰანა დაკარგულ სიყვარულს აღმოაჩენს სტუდენტი მიხაელი რომ თურმე ჯალათია
და ძალიან საინტერესოა ამას მიუბრუნდეთ ამ კონტექსტს უკვე კონკრეტულად 60-იანი წლების კონტექსტს გერმანულს და ევროპულს. ვინაიდან ბევრი ყოფილი ნაცისტი, რომელმაც მოახერხა პირველი 10-15 წელიწადი, შესაძლოა ასე ითქვას, დამალვა. და რაღაცნაირად დაუსხდა ხელიდან პასუხისმგებლობას, შემდეგ მათი აღმოჩენა, მათიზე ნადირობის, ესე ვთქვათ, შეიძლება ასე ითქვას, ახალი ტალღა იწყება 60-იან წლებში, თუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დესპოტები, აიხმანი იქნება ეს თუ სხვები ეს ცნობილი ამბებია, მაგრამ ჰანას ისტორიაც ამ კონტექსტშია. და თუ გავიხსენებთ აიხმანს ზუსტად რაღაცნაირად გავს ბოროტების ბანალურობას ეს ტექსტიც. კი, და რატომ? იმიტომ რომ ჰანა არენდს რა დასკვნაც გამოაქვს აიხმანზე, იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჰანაზე, ანუ ჰანა ვერაცნობიერებს რა დააშავა, რა თვალსაზრისით. ჰანა, აი შენ ახსენე მეორე სიბრტყე. მოსამართლეს ეკითხება ჰანა, თქვენ აბა რას იზამთ? ეს იყო დავალება, ანუ აიხმანის მოდელი რა. რა შემისრულებია. აბა რას შეგვეშინდა, ესე იგი რა მოხდა? ხო ეკლესიაში რატო დაამწყდიეს ქალები, საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეები. გარბიან გერმანელი ოფიცრები საკონცენტრაციო ბანაკი ღია ფაქტობრივად ესენი ახერხებენ ამ ქალების შეყვანას ეკლესიაში და შემდეგ რაკი ბომბები ცვივა გადადის სამრეკლოდან ცეცხლი აი ამ ეკლესიაზე და მოიბუგებიან იქ სოფელში მცხოვრები ხალხის დუმილი ძალიან საინტერესოა რისი თქმის უფლება აქვს და რისი თქმის უფლება არ აქვს უბრალოდ ეს პლასტები ვერ გამოჩნდება ძალიან საინტერესო პლასტებია ხო იმიტომ რომ თუ კი იქ მცხოვრებმა ხალხმა სოფელში ეს ყველაფერი დაინახეს და რეაქცია არ მისცეს შესაძლოა ისინიც უკვე დანაშაულში თანამონაწილეები იყვნენ. სრულ კომპლექსს ვიღებ. აბსოლუტურად. დავალების გამცემი, შემსრულებელი შუაგროვი და მდუმარე თანხმობა. მდუმარე, აბსოლუტურად. აი ეს კონსტრუქცია, რომელიც დღემდე არის წყევლა, ბოროტებისთვის აუცილებელი სამივე კომპონენტი არის სახეზე, ხო, აქ? კი. ამას ჭირდება მომფიქრებელი, შემსრულებელი და თანხმობის გამომცხადებელი, მდუმარებით თანხმობის. კი. და თან აქ ისიც ჩანს, რომ ეს ქალები, რომელიც მას უკითხავდნენ ხოლმე ჰანას. აი ეს უნდა ვთქვათ. აი ეს არის მესამე. ეს არც ამათ მიმართ სენტიმენტები არ უჩნდებოდა იმ ხალხის მიმართ, ვინც ტექსტს. და აქ მიხაილისთვის უკვე არის რომ თვითონაც ვიღაცა ინსტრუმენტი იყო წიგნის წასაკითხად. ანუ ჰანას მიყავდა ტყვეები, გამოარჩევდაო. მისი კოლეგები ამბობენ იქ, რომლებიც კიდე ანუ სხვაზე დამხედველი ქალები, რომელიც ასევე სასამართლოზე არიან, ხო? რომლებიც ასევე დამნაშავეები არიან. ისინი აკიდებენ მთელი ასე თქვა დანაშაულის სიმძიმეს ჰანას. და ჰანას რომ გაემხილა, რო წერა-კითხვის უცოდინარია, შესაბამისად ის ჩვენებაც არ იქნებოდა მხოლოდ მისი ასე თქვა წილი პასუხისმგებლობის. და აქვე დავამატებ, რომ ბერჰარდ შლინგს არ მოწონდა, როდესაც ეს ისე ესმოდა, ინტერპრეტირება ხდებოდა, თითქოს წერა-კითხვა რო ცოდნოდა, ამას არ გააკეთებდა. ამას არ ამბობს ეს წიგნი. არავითარ შემთხვევაში, ბანალურიც იქნებოდა მხოლოდ ეს ინტერპრეტაცია. მაგრამ რა ეპიზოდი აქვს მნიშვნელოვანი, ანუ მიხაილისთვის რატო არის შოკი? ჰანას მიყავს ებრაელი გოგონები უმეტესად სიმპათიურს გამოარჩევდა ხოლმეო, სხვა იზედამხედველი ქალები ამბობდნენ და აჩერებდა თავისთან. იქამდე ვიდრე ისინი უკითხავდნენ წიგნებს, რაღაცა შეჰრეზადის ისტორია არის 1001 ღამის, ოღონდ კოშმარულ კონტექსტში, უმძიმეს კონტექსტში, იმიტომ რომ ეს ბევრი ისტორია ასეთი ზედამხედველებისა, კაცებისას და ქალებისაც, გერმანელების თუ გერმანელთან მოთანამშრომლე კოლაბორანტების, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ ხოლმე ბანაკებს, რომ ან მუსიკოსს შეიფარებდნენ გარკვეული პერიოდი და საერთოდ ბავშვებს და სადიზმის მასშტაბებით სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ შეიძლება მოწყინდებოდა ხოლმე რომელიმე ბავშვი, თქვა იგივე ზედამხედველ ქალს და ცნობილი სახელები და გვარებია, ხო, რომელიც უმეტესობა ციკლი დაიჟაჯა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მაგრამ აი ეს თორსტენ სპილბერგის შინდლერის სიაშიც კი არის ასეთი ერთი-ორი ეპიზოდი, სადაც გაერთობოდნენ, როგორც აი შეიძლება. და როცა ადამიანს გონია, რომ სენტიმენტი უნდა გაჩნდეს, და მშვიდდა, შემდეგ მობეზრდება და გაუშვით გაზის კამერაში. ძალიან გავს, როდესაც შინაურ ცხოველებს რომ ზრდიან და მერე ხო, გაერთო და მერე მობეზრდა და მერე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ეს. ხო, ამიტომ აქ შოკია მიხაილისთვის. ის რაც ეგონა მიხაილს რომ ძალიან ინტიმურია. მასსა და ჰანას შორის ექსკლუზიურია კითხვა. ის უკითხავს ჰანას, თურმე ეს ჰანას ჩვევა. მაგრამ
ეშვება უკვე მესამე ნაწილში. აბსოლუტურად განსხვავებულ. კი, და მესამე ნაწილში შეიძლება ითქვას ეს არის. ანას მიუჟიან. სამუდამოს ურჩიან და მესამე ნაწილში გვაქვს ერთგვარი შვების მოლოდინით და ეს ასრულებული შვებაც, რადგან საინტერესო ფორმა მონახა შლინკმა, ის რაც დღეს ძალიან პოპულარულია, აუდიო წიგნები ჩაწერა დაიწყო. ის არ წერდა წერილებს, ძალიან უცნაური, მაგრამ აბსოლუტურად გასაგები წიგნის და ტექსტების მოყვარვისთვის გასაგები კონდიცია, როდესაც არ გინდა ადამიანს ეკონტაქტო, წერილი მიწერო, მოიკითხო, ის ინტიმი დაიბრუნო, იმიტომ რომ გააქვს აი ეს ჩარჩენილი რაღაც გაორება, რომ გიყვარდა ჯალათი ინსტრუმენტად გიყენებდა. აქ რაც ახსენე ის მინდა ისევ ერთხელ ვახსენოთ, დანაშაულის გზნობის გამო, რომ პრინციპში რატომ აქვს ამ ქალის მიერ დანაშაულის გზნობა, როცა ის არ იმსახურებს ჩემგან, მე მასთან არ ვარ დამნაშავე, ხო? და იწყებს აი ამ წიგნების აუდიო ვერსიების გაგზავნას, არჩევს რუდუნებით, იწერს, როდის რა ნაწილი ჩაუწერა, უგზავს, მაგრამ წერილი არ არის, ხო? არის კასეტებზე ჩაწერილი პირველი აუდიო წიგნები 95-ში დაწერილი ძველი, ესე იგი, როდის 70-იან წლებიდან, ხო? მაგრამ თვითონ შლინკმაც როცა წერდა, მაშინაც ხო იწინასწარმეტყველა, მაშინ არ იყო აუდიო წიგნები, მე გაჩნდა 2000-იანი, ხო, ამბავი თვითონ რომანია და კი ძალიან და ბოლოს როდესაც ისინი ერთმანეთს კასეტას აწერ მაგალითად რა წიგნია და აღმოჩნდება რომ ჰანა არის კიდევ ერთხელ აღმოჩნდება რომ კიდევ უფრო საინტერესო და მრავალხრივი ადამიანი ვიდრე ჩანს აი ეს ქალი ციხეში სწავლობს მოსმენილის მიხედვით ასოებით წერა კითხვას და ის რაც მთელი ცხოვრება ვერ შეძლო მოახერხა ციხეში ისწავლა ასოები, ისწავლა წერა-კითხვა და ბავშვურად მსხვილი ასოებით გამოუგზავნის ერთადერთ წერილს პატარა ბარათს. და ხვდება მიხაილი რომ ისწავლობს ნელ-ნელა კითხვას. და კითხვასაც და იქნებ გააზრებასაც, აი ეს საინტერესო. ზუსტად ეს მინდოდა მე თქვა რომ ალბათ და ჩვენ ვხედავთ არის მინიშნება ამაზე რომ ეს გააზრება მოხდა, რადგან მათი შეხვედრა არის ძალიან საინტერესო. მოდი ახლა ესენი მოუყვებით. რას ნიშნავს უკვე დაბერებული პირველი სიყვარულის, რომელსაც უკვე სხვაგვარი სუნი უდის სიბერისა და ხანდაზმულობის და ახალგაზრდა კაცის შეხვედრა მრავალი წლის მერე რას გრძნობს ადამიანი ასეთ დროს და ჰანაზე შეგვიძლია ვთქვათ რომ არის თუ რამე შეიძლება ჩავთვალოთ მინიშნებად რომ მან გაიაზრა და ის კითხვა ალბათ აღარ გაუჩნდა სიკვდილის წინ აბა ჩემს ადგილზე რა სიზამდით ალბათ ამ კითხვაზე გასცა პასუხი სიკვდილის წინ რადგან ის თავის თავს გამოუტანს განაჩენს ზუსტად თავისუფლებაზე გასვლის წინა დღეს და იკლავს თავს. ტოვებს წერილს, თავის დანაზოგს და ამ დანაზოგის გადაცემას იბარებს იმ ოჯახისთვის, იმ ებრაელი დედაშვილისთვის, ვინც გადარჩა, რომ მათ მოიხმარონ ეს და საინტერესო ისტორია ის ქალი რო უყვება მერე მიხეილს, რომ ის ქილას დავიტოვებ და ფულს გადავცემ ებრაელებში წერა-კითხვის გავრცელების ფონდსო. რასაც მიხეილიც ასრულებს, საბოლოო ჯამში მაინც ჩანს, რომ წერა-კითხვა მნიშვნელოვანია და მწერლისთვის ეს პრიორიტეტია, ისე მისი პერსონაჟი ამაში იხდის თავის დანაზოგს მთელი ცხოვრების, რომ არ დარჩეს არავინ წერა-კითხვა. შეიძლება თვითონ ასე ჩათვალა, მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე, რომ წერა-კითხვა რომ ცოდნო და იქნებ სხვანაირად მიაზროვნა კიდეც. თავად ჩათვალა შეიძლება. თავად ჩათვალა და იქნებ ეს რაკის სასიყვარულო რომანია ასე თუ ისე. ოღონდ უაღრესად საინტერესო ისტორიული ფონით. იქნებ ბერხარდ შლინკი აქ რომანტიკოსია. იმიტომ რომ ჩვენ ხომ მუდმივად ვსაუბრობთ ამ შეკითხვებს, ხომ, რომ ზედამხედველი, პრიმიტიული, მოძალადე გააცნობიერებს კი ოდესმე თუ რა დანაშაულს შადის ეს მთავარი შეკითხვა, იმიტომ რომ ჰანას ეპიზოდი და რატო ვახსენე ეს სიტყვა რომანტიკა. ჰანაზე, როდესაც უკვე ციხის დირექტორს ესაუბრება, მას მერე რაც ჰანა თავის თავს უკვე ამ წლების მოხდის შემდეგ განაჩენს გამოუტანს, შლინკი გაიგებს, რომ ჰანა ძირითადად ბიბლიოთეკიდან იწერდა იმ წიგნებს, რომელიც უმეტესად დაკავშირებული იყო ჰოლოკოსტის
თემასთან. ხო, ესეც პრიმოლევისაც კი ახსენებს ჩვენ და საყვარელ კიდევ- წიგნს. კი, ანუ პრიმ- წიგნებით გაიგებს თავის ამბავს. ანუ ეს ძალიან საინტერესო ასპექტია. ხო, ცოდნის თვითონ დეფიციტს მოქმედია, ავსებს. ხო, ცოდნა. და გახსოვს მე, როდესაც აი კითხვა სწავლობს, უკვე თავისი სხეულის ისტერიულ ხეხვასაც შეეშვება. იმიტომ რომ აი ეს განთავისუფლდა ამ დანაშაულს. ამ დანაშაულისგან და ხეხვა არის აი დანაშაული სიგიენის ხო რომ სხვანაირად ირეცხება დანაშაული კათარზისით და არა ხო საბრით. და ეს როგორც ჩანს არა მხოლოდ მეტაფორა, იმიტომ რომ ამ მეტაფორას ავტორები ხმარობენ, ცნობილი სცენა კი. ლედი მაკბეთის, შექსპირის მაკბეთი და სადაც ის ცდილობს რომ მუდმივად სისხლიანი აქ ხელები ლედი მაკბეთს და ეს აკვიატება მისი შეშლილობის რომ რამენაირად მოიცილოს ან და ისტორიული ამბავი ჰიტლერი მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე ხშირად მობანავი ადამიანად, სადღაც საათში ერთხელ რაც უკვე შედიოდა დადგენილია და რომ კონკრეტულ ფსიქოლოგიურ დანაშაულის გზნობას უკავშირდება ეს. განბანვა და სინამდვილეში ვერაფერსაც და რეალური ჩამოირიცხავს განბანვა ასეთი ზუსტადაც რომ პრიმოლევით გააზრებით და კათარზისით ხდება და არა საბრით. და რაც ჰანასდაი მართა. და რაც ჰანასდაი უარი თქვა შემდეგ მიუშვა თავი ესე უხეშად რო ვთქვა. კი, სულ ზეზრუნვა დაიწყო. აბსოლუტურად. მანამდე თუ კი ის იყო ეტალონი ციხეში მთელი ამ წლებისა და წლების განმავლობაში სისუფთავის წესრიგის მოხდენილობის და ასე შემდეგ აბსოლუტურად ასე ვთქვათ მისთვის ეს აღარ გახდა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მისი სხეული აღარ იყო, შეითქმის არ იყოს მნიშვნელოვანი, ხო? და რატომ არის ეს საინტერესო რომ და ნუ ცნაურ პერსპექტივას გვაძლევს, ხო, ავტორი ბერხარდ შლინკი, ისევ და ისევ ამ იდეას რომ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ რომ ჰანა არის ზედამხედველი საკონცენტრაციო ბანაკში, მაგრამ მასში წირდება წიგნების წაკითხვა იმისათვის რომ გააცნობიეროს საკუთარი როლი, რომლის უშუალო ემპირიული გამოცდილება აქვს მას, მაგრამ არა ინტელექტუალური, არა მორალური. მორალურ გამოცდილებას იმაზე რაც მან ჩაიდინა გაიაზრებს მას მე რაც წაიკითხავს ამდენ წიგნს. და რაც თორე წაკითხვის მეორე მაგრამ მნიშვნელოვანი ფუნქცია ჩანს, რომ წაკითხვა მხოლოდ გართობა კი არ ყოფილა, როგორც მთელი ცხოვრება მას წიგნისთვის ჭირდებოდა, ხო? მე აღმოჩნდება, რომ კითხვა არის გააზრების საშუალება და არა მხოლოდ დროს ტარების. და აქ ოდა წიგნებს შლინკისგან, რომ ის თავიდან ამ ხალხს აკითხებდა, იმიტომ რომ თავის შექცევა უყვარდა ამი და ისტორიები აინტერესებდა, იმიტომაც კანტი და ჰეგელი ხა დიდად არ დაინტერესდა. აბსტრაქტული აზროვნებისთვის არ იყო საინტერესო, ანუ იყო ამბავი მნიშვნელოვანი და მე აღმოჩნდა, რომ ამბავი კი არა, ამბის გააზრება მნიშვნელოვანი, რასაც თავისი ისტორია. და აქაც აი რაც დასვი, მოდი ხა წიგნის შინაარსს, რასაც ჩვენი მაყურებელი ალბათ თავადაც თუ სურვილი გაუჩნდება და ჩვენი იმედი გვაქვს ასეთი სურვილი გაუჩნდათ. ფილმი ალბათ ყველას ნანახი აქვს, მაგრამ წიგნი ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იქ არის ძალიან ლიტერატურულად საინტერესო ნიუანსები და დეტალები და ტექსტი მაინც ხო. და აი ერთგვარად ხო არის ეს ასევე ომის დროინდელი და ომის შემდგომი თაობის შეპირისპირებაც ეს შემთხვევი და არ არის ჰანასა და ამ მიხაელის ურთიერთობა, მათ შორის გერმანიაში ორი თაობის ურთიერთობა, როდესაც ამ ომის პერიოდის მოქმედი დუმარე ან ჩართული ან განზე გამდგარი არ გაქცეული გერმანელების შვილებს უნდა ეცხოვრათ და ეგრძნოთ თუ არა მათაც მშობლების გამო დანაშაული ამ ყველაფრის გამო რაც ხდებოდა. აი ეს რეფლექტირება მოხდა თუ არა ბოლომდე, ხო, ესეც გარჩეულია. რამდენად რთულია შავი და თეთრის დარქმევა, ასეთ შავ-თეთრ ისტორიაშიც კი როგორიც არის ნაციზმი. იმიტომ რომ ჰანა არენტმა შემოიტანა ზუსტადაც ეს თემა, რომ იქ ბოროტება არის ბანალური ზუსტადაც და ეს ხალხი არ არის რაღაც იდეოლოგიზირებული ზოგჯერ. ეს ხალხი არის კანონმორჩილი და ეს კანონმორჩილება ბევრმა ქვეყანამ მიმდინარე აწმყოშიც და ზოგადადაც ნახა მაგალითად რუსეთმა, რომ კანონი ზოგჯერ ზუსტადაც რომ ბოროტების სათავე შეიძლება იყოს, ბოროტების ჩატენის. ცხადია, და იგივე ჰანა არენტი სხვათა შორის შესაძლოა ის მისი კრიტიკის
ობიექტად არჩევდა მიხაელისნაირ პერსონაჟებს. იმიტომ რომ ჰანა არენტისათვის მნიშვნელოვანი იყო ერთი მხრივ პოლიტიკური თეორია და პოლიტიკური ესეთი დეტერმინირება ამ დანაშაულისა, მაგრამ მეორე მხრივ მისთვის ისევე როგორც ბევრისათვის მნიშვნელოვანი იყო უშუალოდ დამნაშავის დასჯა. ამიტომ გახსოვს რატო ვახსენე მიხაელი შეიძლება კრებითი მიხაელი ყოფილიყო მისთვის კრიტიკის საგანი, იმიტომ რომ ასეთ ირონიულ და ტრაგიკულ ფრაზას წერს ჰანა არენტი. ძალიან კომფორტულია სინთეზის კენჭი და იმ დანაშაულისათვის, რომელიც შენ არ ჩაგიდენია. მაშინ, როდესაც მართლა დამნაშავეს, ეს უკაცრავად და ფეხებზე კიდია და გადასარევად განაგზობს ცხოვრებას. ნაცისტებით იყვნენ გადავსებული იყო, მათ შორის ევროპაცა და გერმანიაც და მთელი მსოფლიოც, მაგრამ ძირითადად ჩიოდენ ისინი და გოდებდნენ და რეფლექსირებდნენ ისინი, რომელთაც არანაირი უშუალო პირდაპირი დანაშაული არ ჩაედინათ. მე ვიცნობ ადამიანს, ჩემი მეგობარია, რომლის უახლოესი ნათესავის მამამ სიცოცხლე დაასრულა გერმანელს გულისხმობ. სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით, იმიტომ რომ მან აღმოაჩინა, რომ მამა იყო ნაცისტური პარტიის წევრი და შვილმა ვერ გადაიტანა მამის სიმძიმე. და მამა რითი მოკვდა? მამა მოკვდა ჩვეულებრივ. ხო, აი ეს არის ხო, აბსოლუტურად. და ეს ხო ტიპიური ისტორიებია. დანაშაულის. ბოდიშიც ვილი ბრანდტმა მოიხადა ეხლა, შეიძლება პირდაპირ კავშირი სულ არ ქონდა, ხო? აბსოლუტურად. რუსების შემთხვევაშიც ასე მოხდება სამწუხაროდ. სხვები მოიხდიან ბოდიშს უმეტესწილად. ხოჭორს რუსებს ომის დროს ქონდათ. მე აქ მაგ კაფიო აზრი, ბევრ სხვა რაღაცასთან დაკავშირებით ჩვენ სულ ამბობთ, რომ კაფიო აზრიც ქონდათ ზოგჯერ სიბრიყვეა, განსაკუთრებით როცა რთულ თემებს ეხება საქმე, მაგრამ არ მჯერა არანაირი კოლექტიური დანაშაულის. შეიძლება არც კოლექტიური პასუხისმგებლობის, იმიტომ რომ ამასაც მიყავხა რაღაცა ეთნიკურ და რელიგიურ და იმით პასუხისმგებლობას, რომელიც არ არსებობს. მე არ ვაგებ პასუხს სტალინის გამო ნამდვილად, მაგრამ ყველა ჩემი სიტყვის და მამა ისეთი რაღაცაა და მშობელი რომ მაინც ვერაცდები ამ ალბათ დანაშაულის განცდას ეხა როცა იგებდა რომ მამა ჯალათია შეიძლება კონდეს მაგრამ მთელი ერის გამო პასუხისმგებლობა არ არსებობს და აქ მე მგონი ცხადია ამიტომაც მნიშვნელოვანია იდენტიფიცირება. არ იყოს სწორი ისტერია ყველა რუსის მიმართ, მაგრამ და ყველა გერმანელის მიმართ. გენერალიზაცია. ებრაელები ამ დროს იყვნენ საქმით დაკავებული, ჩადიოდნენ არგენტინაში და სახელებით და გვარებით ჩამოყავდათ, იჭერდნენ ეს ამ ხალხს და იყო ძალიან ისეთ ქმედითი პროცესი, ანუ კონკრეტულ სახელებს და გვარებს ეძებდნენ და არა სრულიად მთელ ერს. მიუხედავად იმისა, რა თქმა უნდა, აბსტრაქტული მუსიკაც და ტექსტიც და ყველაფერი გერმანული აკრძალულია დღემდე, ხო? სულ ახლახანს დაიკრა ვაგნერი, შენ და სასიხარულოდ. ისიც ძალიან დიდი ჭმუნვების შემდეგ. დანიელ ბარენბოიმმა სცადა ვაგნერის შესრულება. სწორად, ძალიან საინტერესო ამბავი იყო იერუსალიმში. თუ თელ-ავივში აღარ. მოგვიყევი ეგ ამბავი, საინტერესო იქნება. ხო, ეს არის თუ არ ვწდები 92 თუ 13 წელია. ხო, ვაგნერი ფაშიზმის სულად ითვლებოდა. ხო, იმიტომ რომ ტრამბული გამოცდილება აქვს ვაგნერის მუსიკასთან მიმართებით, ჯერ ერთი ვაგნერის ცნობილი და სამარცხვინო სტატიის გამო იუდეველობა მუსიკაში, სადაც ესეთი მყირალა და შემზარავი და ამაზღზენი ანტისემიტიზმი არის, იქ ასე ვთქვათ, ძალიან წინა პლანზე წამოწევი. და ცმალავდა რომ ანტისემიტი იყო წერილებში ჩანს და ხო, მაგრამ ეს ანტისემიტიზმი სამწუხაროდ ისეთი 19 საუკუნის გერმანული პრობლემაა და აქ გამონაკლისი არ არის. არა მარტო გერმანული, სადაღარი გერმანული. თავისთავად ცხადია და სამწუხაროდ გენიალური რიხარდ ვაგნერია, ესეთი მდაბალი არის თავის საქმეებში და კომპლექსებში. თუმცა ახლა ვაგნერი კიდე ცალკე თემა, მიუხედავად მისი ანტისემიტიზმისა, ბაიროითის თეატრში, როდესაც შესულდა პირველად ვაგნერის პარციფალი, მისტერია სრულიად გენიალური მუსიკალური ნაწარმოები, ვაგნერს ბევრი არ უფიქრია, რომ ამ მუსიკის ამ მისი მისტერიის მთავარ შემსრულებლად, ანუ დირიჟორად ჰერმან ლევი აერჩია, ებრაელი დირიჟორი. იმიტომ რომ ზუსტად იცოდა, რომ ჰერმან ლევიზე უკეთესად ამ მუსიკას ვერავინ გააჟღერებდა. ანუ სადაც პირადი ინტერესი იყო ვაგნერის იქ თავისი თეორიები დაამწყა, მაგრამ დირიჟორთა და შემსრულებელთა უმეტესობა ცნობილი საამაყო ებრაელი იყო და ხო, მაგალითად გუსტავ მალერი დიდი უკვე კოზიმა ვაგნერმა, ვაგნერის ცოლმა, რომელიც ეთი ღრმა ანტისემიტია და კიდევ უფრო სამარცხვინო ვიდრე რიხარდ ვაგნერი არც მიუშვა ბაიროვითამდე, იმიტომ რომ მალერს ჰქონდა
ოცნებად ჰქონდა ქცეული სწორედ პარციფალის დირიჟორება, მაგრამ ვაგნერის ანდერძის მიხედვით პარციფალი უნდა შესრულებული იყო მხოლოდ ბაიროიტში, მის სპეციალურად მისთვის ლუდვიგ მეორის მიერ აშენებულ საოპერო თეატრში. თუმცა ეს შემდეგ უკვე ეს ანდერძი აღარ შეხვდა ყველას, მაგრამ ამას თავიდანვე დავანებოთ, ვაგნერი რაც მკითხე იერუსალიმში თუ თელ-ავივში ბოდისვიხტი, აი არ მახსოვს ზუსტად, დანიელ ბარენბოიმი არის, მგონი თელ-ავივია, ებრაელი, წარმოშობით არგენტინელი დირიჟორი, მუსიკოსი, რომელიც ასე ვთქვათ ძალიან უნიკალური კონცეფციები აქვს სამშვიდობო მას დასავლურ აღმოსავლური დივან ორკესტრის შემქმნელიც არის, სადაც პალესტინელები და ებრაელები ერთად არიან მის ორკესტრში და ერთად და მას ჰქონდა მცდელობა, ისეთი ლიბერალური იდეა ჰქონდა, რომ ვაგნერზე ეს ჯადო აეხსნა ისრაელში ვაგნერისათვის და შეესრულებინა მე ვფიქრობ ვაჟკაცობა აბსოლუტური ვაჟკაცობა და მოსაჯის კადრები არსებობს YouTube-ში შეგიძლიათ ნახოთ ნახევარი დარბაზი როგორ ყვირის და წივის და მეორე ნახევარი თქვათ აუდიტორიისა როგორ ტაშს უკრავს და ასე თქვათ აკეზებს ბარენბოიმსო როგორმე უდირიჟოროს თანხმოვიძერის და უნდა ვთქვათ გერმანელების სასახელოდ რომ მათ არ აკლიათ ამ თემაზე რეფლექსია მუზეუმი და დანაშაული ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება რომ მეხსიერება დანაშაულის შესახებ გახსოვს შენ პანთეონებზე ამბობდი და დისკუსიაც იყო რომ არაფერი არ უნდა მოთხარო გადაასაფლო იმიტომ რომ გახსოვდეს შენი სირცხვილი შენი ისტორიაც და ისე როგორც იყო და ბერლინში ვინც დადის და ზოგადად გერმანიაში ვინც მოგზაურობს ჯერჯერობით კიდევ თავისუფლად ხედავს რომ გერმანელებს ბოდიშის რეჟიმში ყოფნა 70 წელი და მეტი არ გაჭირვებიათ კი არა უკვე ისე მოსდის რომ იმ დღეს მერცი ამბობდა რომ ეხლა კრიტიკაც შეიძლება ებრაელების როცა რაღაცას ანუ პოლიტიკურად არ შეიძლება ახლა ხო ისრაელის და არის თუ არა ისრაელის კრიტიკა ანტისემიტიზმი აი ერთთავარი შეკითხვა გახსოვს ცნობილი პოემა პატარა პოემა გიუნტერ გრასის დიდი გერმანელი მწერალის დაბდუმდე თუ არა თუ არ ვწდები ასეთი სათაური იყო სადაც ის ცდილობდა ისრაელის კრიტიკას მაგრამ მას მაშინვე დაასდეს ანტისემიტიზმში ბრალი და გაუხსენეს ოდესღაც რომ ვერმახტის ჯარისკაცის იყო რომელიც თვითონ გიუნტერ გრასს აღწერელის კი აქვს ერთ-ერთი მაგაზე გერმანელებს აქვთ იაინ გამოთქვა იასაც ნიშნავს და ნაისაც იმიტომ რომ აი მაგალითად იგივე უკრაინის ომზე იყო ასეთი მოსაძრებაც რომ მოდი რა უკრაინაში კორუფციაზე არ ილაპარაკონ რუსებმა მაინდა-მაინც და რუსმა ექსპერტებმა როცა 250 და მეტი დასახელების ერი და ექსპერტი არსებობს ეხლა მაინდა-მაინც შენ თვალში დირეს მიხედე ჯობია აბსოლუტურად არის კონტექსტი რა ყველაფერს აქვს თავისი წესი ამ დროსაც კი მიუხედავად რომ არ გძნობ თქვა ქართველ სრულიად ქართული მთავრობის სახელიდან სტალინის გამო თავს ყველა საბჭოთა ძველ საბჭოთა მოქალაქესთან თავს დამნაშავეთ ახლა ამის გამო არ გრძნობ მე პირადად მაგრამ არის რაღაცები რაც ჯობია რომ სხვამ ილაპარაკოს ხო ილაპარაკოს ხან არენტმა ბენგურიონზე რასაც აიხმანზე ციკში აკეთებს კიდე საკრიტიკებს მით უმეტეს რომ ასე ახერხებს ხან არენტი როცა ყავთ თვითონ ებრაელებს ხო და ერთი საკითხი კიდევ სანამ წიგზე საუბარს დავასრულებთ აი ამ თემაზე მინდოდა დისკუსია გაგვეშალა ჩვენ აი ჰანასნაირი ადამიანები ამ შემთხვევაში უკვე კუნდი პერსონაჟს ვგულისხმობ ჰანასნაირი ადამიანები რაც დასაწყისში ახსენე კიდევაც და მინდა რომ ეს თემა გავშალოთ იაზრებენ თუ არა თვითონ მოქმედების პროცესში რამდენად დიდია მასშტაბი მათი ბოროტებისა. როგორ უკ არის თუ არა ეს რაღაც მიზეშედეგობრივ კავშირში ბოლოს იმ სურათთან, რასაც ვიღებთ. იმიტომ რომ აი ეს თავის გამართლება და ჩვენთვის ეს თემა ძალიან აქტუალური და მინდა განვიხილოთ, რომ მე ვიყავი მესამე, მეოთხე ეშელონის შემსრულებელი და სხვა, არანაირი საშუალება არ მქონდა თავი დამეღწია. იმიტომ რომ ვერსაც სხვაგან ვერ იმუშავებდი და ნამდვილად არ არის ზოგჯერ ტოტალიტარულ სახელმწიფოში გმირობა უკვე ის რომ არ იყო ჩართული რაღაც ბოროტების მანქანის ჭანჭიკი არ იყო, ხო? და ეს ჭანჭიკების მცდელობა აირიდონ პასუხისმგებლობა თავი დაიბდაბლონ იმით რომ მე არავინ არაფერს მეკითხება. რამდენია მათი პასუხისმგებლობის წილი, ასე ვთქვა და არის თუ არა ეს ზუსტად ისეთივე დანაშაული, როგორც ვთქვა შეკვეთის მიმცემის. ეს უბრალო შემსრულებელი და გერმანული მაგალითი ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვა. ეს არის არ ვიცი რამდენად ზედამხედველები ჰანასნაირები იაზრებდნენ მოასწრეს თუ არა მათ გააზრება რაღაცის ჰან ამ შემთხვევაში უფრო ლიტერატურული პერსონაჟია საბოლოო ჯამში მაგრამ გააზრების პროცესში ჩართული იყო ერთი მხრივ გერმანული სახელმწიფო და მეორე მხრივ
გერმანული ინტელექტუალური ელიტა. ანუ გერმანული სახელმწიფო ჟიდა ყოფილ ნაცისტებს, ხოლო მწერლები, ფილოსოფოსები, სოციოლოგები, ისტორიკოსები აანალიზებდნენ და რეფლექსირებდნენ დანაშაულს. და ეს ორმაგი პროცესია. აი თქვენ რუსეთის მაგალითი. რუსეთის შემთხვევაში მხოლოდ მცირე ნაწილია მწერლების ან ფილოსოფოსების ან ისტორიკოსების, რომლებიც მარგინალებად მიიჩნევიან რუსეთში, რომლებიც იაზრებენ, აღწერენ და მცდელობა აქვთ რუსეთის იმპერიის და ჩეკისტური რუსეთის დანაშაულის გაზრების, მაგრამ სახელმწიფო მათი მოკავშირე არ არის და არასდროს ყოფილა. გერმანული სახელმწიფო და გერმანელი ინტელექტუალი აქ მოკავშირე გახდა. და მოდი აქვე გავიხსენებ ჩვენ თემას ცდება, მაგრამ ძალიან საინტერესოა და მე ჭვი მაქვს შენს უსმინი ამას, როცა ვენედიქტოვი ამბობს პუტინმა რა თქვა აკუნინზე. აკუნინით ისწავლიან რუსები თავის ისტორიასო, ვენედიქტოვმა თქვა, რომ რუსებს ყველაზე კარგი ისტორია, ნამდვილი დაუწერა აკუნინმა. და პუტინმა უპასუხა, რომ ქართველია ეგო და მაგის დაწერილი ისტორია ჩვენ რა თქვინ. ანუ რა საინტერესოთ მეორე ქართველი თუ მოუყვება რუსებს თავის ისტორიას. ხო, და ანუ იმა თავი რითი იმართლა, რომ სინამდვილეში რა თქმა უნდა პუტინს ეშინია, ამიტომ გამოცხადა ტერორისტად აკუნინი. მაგრამ ზუსტად ამის ეშინია, რომ აკუნინით არის სწავლონ 100 წლის მერე თაობებმა ისტორია. ხო, და მეძინსკის ვერსია დარჩეს, რომელიც ტყუილია, არ მოხდება ასე. მაგრამ ზედამხედველი რამდენად გააცნობიერებს ხო, აი ეს ისევ და ისევ სახელმწიფო და საზოგადოების ერთიანობის შედეგია. ეს ადამიანები არიან გულგრილები, უბრალოდ, იმიტომ რომ ეს ხო გულგრილობის ფორმა, რა ვიცი, მე არავინ არ მეკითხება. ჩვენ ამ გულგრილობას თუ გვინდა რომ პარალელურად ბოლომდე ამ თემაში ღრმად შევიდეთ, ინტერესის ზონა, ასევე გადასარევი წიგნი და ეკრანიზაციაც ასევე არანაკლები. ემისის რომანის მიხედვით. და კი, გლეზე. აქაც ებრაელია რეჟისორი და გლეზე. წიგნი ძალიან უფრო, მე წიგნი არ მაქვს წაკითხული და ეს დანაკლისი. ნუ ფილმი არის საოცარი გლეზერის, მთავარი სათქმელი მაინც ჩანს, რომ წარმოუდგენელი რამ ნახეთ ვიზუალიზაცია იმის, რომ შეიძლება ხედავდე, გაწუხებდეს დამწვარი ადამიანის სუნი და ბოლი და აგრძელებდე ყვავილების მორწყვას და კექსების ცხობას და უკვე გაგუდული ადამიანების ტანსაცმლის დარიგებას საკუთარი მოსამსახურეებით. ვერ ხედავდე და არ აღიქვავდე, რომ ვერ ხედავ და ეს არის, აი აქაც ეს გულგრილობა, თითქოს გაუცხოვება იმასთან, რომ თითქოს ამ პროცესებთან არანაირ კავშირში არ ხარ. მე ვთვლი მაინც თავარი ქვაკუთხედია, კი, ჰაიდეგერი რომ არ ყოფილიყო, შტრაიხელი რომელიც ხოთი შორის პროპაგანდის გამო ზუსტადაც რომ დაისაჯა, პროპაგანდა zustad ისე ისჯება, როგორც ტყუის სროლელი, ხო? ნიუნბერგის პროცესზე თვითონ გაიოცა რომ არავინ მომიკლავსო. მოკლა ისევე როგორც ყოველთვის პროპაგანდა არის პირველი მოკავშირე ტერორიზმის, ტოტალიტარიზმის და ბოროტების. მაგრამ არის კიდევ აი ჩემი აზრით ძალიან სწორად ხაზგასმული აქაც და ინტერესთა ზონაშიც თემა, რომ აი გულგრილობა მაინც თავარია, რაზეც დგას ყველა ბოროტება. არ არსებობს არანაირი ბოროტება, თუ მას წინ კედლად ხვდება ადამიანთა სიმრავლე, როგორც წინააღმდეგობა. ეს არის ამ წიგნის მათ შორის ერთ-ერთი მორალიტე ამ წიგნის და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს, რომ რამდენად შეიძლება რომ აი ამ იერარქიაში მყოფ ჯალათს, რომლის მეშვეობითაც ტირანი აღასრულებს ყველაზე შემზარავ ოცნებებს და კოშმარებს რეალობად აქცევს, რამდენად შეიძლება რამდენად არის და რა ტიპის პასუხისმგებლობაა ჯალათის პასუხისმგებლობა და აი ამ ბოლოს მდგომის იერარქიაში ჯალათის გარეშე რამდენად მოახერხებს ტირანი ამ კოშმარის რეალობად ქცევას. კიდევ ერთი უნდა ვთქვათ, აიხმანის გარეშე არ არსებობს ჰიტლერი. ზუსტად. აი ეს და ასევე ბიოლოგიიდან მინდა მაგალითი მოვიყვანო. ჩვენ ხო ასე გგონია, რომ ადამიანის გაკეთილშობილება, სხვის მიმართ ემპათია, ეს ალტრუიზმი, რაღაც განათლებისა და სულიერი დახვეწის შედეგი შეიძლება იყოს. არა, სინამდვილეში ბოროტება, უემპათიობა, გულგრილობა არის დევიაცია. ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ გადარჩენილიყო, უნდა ყოფილიყო ეგოისტთან ერთად ალტრუისტი
დოკინზი ასე ამბობს. ამიტომ სინამდვილეში ადამიანს იმისთვის რომ ფიზიკურად და მერე მორალურადაც გადარჩეს, ზუსტადაც რომ უნდა იყოს ემპათიური და გულგრილობა არ არის მისი მოცემულობა. ზუსტადაც გულგრილობაა გადახრა და არა პირიქით. ეს ჰუმანური ხარ რაღაც ანომალია ზუსტადაც ის რომ ხარ აბსოლუტური გულგრილი, რომ შენ სახეობას მაშინ ემუქრება საფრთხე გადაშენების. და აი ეს არის გასააზრებელი, რომ ეს არ არის გულგრილობა, უბრალოდ რომ აი გულგრილი ადამიანია ზოგადად ასეთი ხასიათი აქვს. ეს არის ერთგვარი და ამას როცა ემატება ნიადაგი გაუნათლებლობის და პროპაგანდის დაკანონების და პროპაგანდის დეჰუმანიზირებულია ებრაელს ადამიანს და არ მიიჩნევს. იმიტომ რატომ არის დეჰუმანიზაცია საჭირო? იმიტომ რომ ზუსტადაც ადამიანი ჰუმანური არსებაა და მას ჭირდება სპეციალური შრომა რომ დეჰუმანიზდეს. ვეღარ დაინახოს ადამიანი. იმიტომ რომ არანორმალურიო რომ ადამიანმა გაუძლოს ბავშვის მკვლელობას. მაგრამ თუ კი ის ბავშვი არ არის და თუ კი არის ებრაელი რომელიც უნდა გძულდეს და თუ კი ეს სიძულვილი გასწავლეს და კოლ დადგაკ შენს სხეულში და აზროვნებაში და ნუ შლინკის შემთხვევაში მოდი ისევ ამ სიტყვას გავიხსენებ რომანტიზმს იმიტომ რომ აიხმანის შემთხვევაში ეს არ მოხდა აიხმანი ბოლომდე ერთგული დარჩა ბოლო სიტყვებითაც კი რომელიც იყო ნაცისტური კლიშე იქნებ დააკლდა სიყვარულის იმგვარი როგორც ჰანას ქონდა თუნდაც ახალგაზრდობაში. იქნებ აშუქში ჰანა არის შეიძლება ჩაეწერა კასეტები არა ხო ეს კრეხელობა გამოვა ასეთი ირონიაც მაგრამ მე ვამბობ იქნებ ზოგადად აიხმანს დააკლდა ბიოგრაფიაში ის დეტალი რაც ციხეში გააზრებას შეუწყობდა ხელს. და ამ ადამიანს უკვე ეს აუდიო წიგნები დაეხმარა იმაში რომ მის ცხოვრებაში რაღაც ნათელი მოხდა აუდიო წიგნებისა და შეყვარებულის სახით. ანუ ისევ რომანტიზმი რადგან ახსენე, იქეთ მინდა მივიდე რომ სიყვარული მაინც ჯალათსაც კი შეიძლება სიკვდილის წინ აკეთილ შობილად. და ამ კითხვამ და სიყვარულმა აიხმანი ალბათ თავს არ მოიკლავდა, დაელოდებოდა ის რაღაც 20 წელით უდოთი თუ რითიც გამოვიდოდა და გააგრძელებდა. თავის მოკლა ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვათ რომ არის გაზრდის ნიშანი და არა პირიქით. განსაცდელი. კათარზისი ასეთი. კათარზისი არ მისცა უფლება საკუთარ თავისუფლების. ზუსტად ხო შეიძლება აი რომ დაიჭირეს მაშინ მოეკლა თავი. არა, თავისუფლება რო აჩუქეს მაშინ დაისაჯა თავი. კი. მოკლედ მე მგონი მოგანდომეთ ამ წიგნის წაკითხვა. დღეს ამით დავასრულოთ და გელოდებით ჩვენს YouTube არხზე და ყველა იმ რესურსზე, სადაც მისმინეა მომავალ წიგნამდე. გამზანდებოდეთ.